დავიწყეთ. ნოდარი მოვიდა ჩვენთან. არა მიშა ცხელა ცოტა მაგრამ. როგორ ჩაიარა კვირა? ჩვენი რა ჩაიარა, პატარა ლაბრადორი ნახეთ 3 თვის, ამჯერად ისე გავაკეთეთ, რომ ძალიან ბევრი კითხვა რაზეც მოდიოდა იმაზე გავამახვილეთ ყურადღება. ეს არის ლეკვები, რომ იქნებიან პატრონს როკვენენ თამაშის დროს. ბევრი ვეცადი ამეხსნა, რომ ლეკმა ჯერჯერობით არაფერი არ იცის სხვა, ამიტომ იძულებული აუკბინოს და ნელ-ნელა იმედია გავაგებინე და იმედია ყველა გვიყურებს ახლა და მიხვდება რომ უყვირიან როკვენს თუ რა? ხო, ნუ ზოგი ეჩხუბება, ზოგი უთქავს. ხო და ის კიდევ უარესად იზრდება. არა, მაყურებელს მინდა უთხრა, რომ ის რჩევები, რასაც მელოდი გასცემს თქვა ერთ ძაღლზე. მელოდი ძაღლებზე გადავიდა. მომდევნო. მანქანების ფსიქოლოგი ზია მელოდი. არა, ეცი რა მელოდმა შოკოლადები მოუტარა და ეხლა სამის სახე დაასახელა ამათი. დიანა და გაითვალისწინე. აი, მელოდმა რა მოგვიტანა. არ უნდა გაგვეჩერებინა. სულ მელოდი გვაქვს. გასაბამდი დამაბნიე. მოდა რა მაინტერესებს, აი კოლექტორი რო არის მანქანაში, აი მარჯა. ერთ ძაღლზე რა რჩევებსაც გასცემს ზიანოდარი ვრცელდება ყველაზე. ხო, ანუ შეიძლება ჩვენს მაყურებელს გონია რომ რაღაცა ინდივიდუალური მიდგომა. ამ დროს ძალიან უნივერსალურია, ხო ეს რეკომენდაცია. მაგიტომ ეს დღეს რაც გადავიღეთ, არაფერი ისეთი არ იყო თქვა სპეციალური შემთხვევა, რომ რაღაც მარტო ამ ძაღლს ეხებოდა. ეს იყო ზოგადი, მაგიტომ ავირჩით 3 თვის ლაბრადორი, რომელზეც ყველაზე კარგად ჩანს. ზოგადად რაღაცა თქვა, იცით, მე ცოტა მართალი გითხრათ, სკეპტიკურად ვიყავი. ეხლა ტელევიზორით რო უყურობთ და მეავღზარდო ნანახით, ცოტა გაუგებარია და მართალი გითხრათ, ძალიან ისე ვიყავი. ნუ იქ რო შველით გასაგებია, მაგრამ მე ჩემკბენარე თუ ძინარა თუ უზნეო ძაღლს რომ მინდა გითხრათ რომ ძალიან ბევრმა ნუ 3 კაცმა ნამდვილად მითხრა რომ კაცო გამომადგაო ხო იციო ძაღლი მოვარჯულეო ისე თვითონაც ისეთი გაკვირვებულები იყვნენ და მეც დავიჯერე თქვენი ძაღლა ამ ყველაფერში ხო ძაღლას რა მოგახსენებოდა ნუ ინფორმაცია მაგდ მოდი ახლა ნახოთ ისა ვიდეო ყველა მანქანას თავისებური მოვლა უნდა ეგრე კი არ არის აბა ბაქსში ჩემი პერი ჭამარ ბაქსის ისტორია ვნახოთ ხო პატარა ლაბრადორი 3 თვის მეგობარ მამაჩუკა ანუ არადასამყოლია ძაღლი და პირველია და ძალიან ცოქია აი იკვინება თამაშის დროსაც და რავი აი ძალიან პრობლემურია ხელები მაქვს სულ დაციცხრიანებული ძალიან იკვინება მარტო მებრჩის დედა ჩემთან ანუ არ აქვს ეგ პრობლემა ანუ უჯერებს და რაღაც და ჩემთან მე რომ ხედავს გარეთაც ვარ და რაღაც მე რომ ხედავს გიждდება ანუ რა მარტება არ ვიცი ეს პრობლემა საერთოდ ბევრს აწუხებს. ძალიან ბევრი მეკითხება და ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ახლა თქვენთან წამოვედი ეგ იყო რომ ლეკვი ერთი თვენახევრის 2 თვის 3 თვის 4 თვის იკვინება და გვიშველეთ რა ვქნათ არ ვიცი. ეხლა მე როგორც ნახე რო იკვინება ეს არის როგორ თქვა თქვენივე მოქმედების შედეგი იმიტომ ეთამაშებით აგზნებთ ის იწყებს კვენას ღრენას ყეფას თამაშს ხო და თქვენ აგრძელებთ განაგრძობთ მე ჩვეულებრივად თამაშს ანუ მან და არის პრობლემა ლეკვია სხვა ურთიერთობის სხვა ფორმები ჯერ არ იცის თუ მასთან ჯერ დედას გარშემო რო არიან ხოლმე ეს ლეკვები რა იციან ერთმანეთს ეკვლაძუნებიან კვენენ ხრენა ხო ამას ახლა ჯერ მეტი არის არ უსწავლია ამიტომ აკეთებს იმას რაც იცის ჩვენ უნდა გადავაჩვიოთ ეს ჩვენი როგორ გითხრათ ამისი არაწაკეზებით ჩვენ ახლა ესო იწყებს თამაშს და იწყებს ღრენას და კბენას ჩვენ ვაიმე გაჩერდი თან ესეთ ახლა დავინახეთ წეგან და უყავდით გაჩერდი მომშორდი თამაშია თქვენ აყევით ამის თამაშს ერთადერთი პრობლემა რაც არის ხოლმე ამ დროს ის არის რომ პატრონები აყვებიან ხოლმე ძაღლის აი ქცევას ან ესე იგი ან ფერებით და ხვეწნით რომ გაჩერდი და ნუ მკბენ ან ყვირილით ჩხუბით ანუ ან ცემით ყველა ვარიანტში ცემაც კი მისთვის კარგია იმიტომ რომ იმან დაიმსახურა ამით პატრონის ყურადღება და იქცევიან პატრონი იქცევა ისე როგორც მისი დაძმა იქცეოდა როგორც კი იწყებს ჩხუბს დგებით და მივდივართ ცოტა ხანი გამოგეკიდებათ ფეხზე გიკმენთ ისა მაგრამ არ მეაქცევთ ყურადღება აი ნახავთ ერთხელ გაკვირვებული დაჯდობა შემოხედავთ მე კიდე შემდეგ ჯერზეს ეს ნელ-ნელა და ეს ნელ-ნელა შემცირდება ამ კვენების რაოდენობა და მალე საერთოდ გაქრება და თქვენ თვითონ ნუ ააგზნებთ ნუ გამოიწევთ ის აიმის კვენას აი
კიდე და ეხლა გავაჩვენო. აი ამ დროს ჯობია მოაშოროთ და წახვიდეთ. ნუ უყურებთ, ნუ გავუყურებთ, წადი ჩვეულებრივ. წადი. შედით სხვა ოთახში. შეხვედით ოთახში, დაჯდა და იჯდა თავისთვის წამოვიდა მე უკან და არაფერი დაწყნარდა ეგრე. ესე გავაკეთოთ ხოლმე ხშირად. ერთ-ერთი მთავარი შეცდომა, რასაც პატრონები აკეთებენ, უშვებენ, როცა ზაღლი მოყავთ, ლეკვი როცა მოყავთ. ნუ ლეკვია თვიანახევრის არის, ერთისთვის არის, ორისთვის არის, საყვარელია ძალიან. ნუ ბუნებრივია რომ უნდა ჩაეხუტო, უნდა ხელში აიყვანო, აი რაც შეიძლება ოჯახის ერთი წევრი მოვიდა, მოეფერა, ჩაბურცნა, მე მეორე მოვიდა, მესამ. ზაღლი უნდა იყოს თავისთვის. პირველ ხანებში, მით უმეტეს ახალგარემოშია, უნდა შეეჩვიოს ახალგარემოს. კი, რა თქმა უნდა მოეფერები, ხომ აგისთვის მოიყვანე ზაღლი რომ მოეფერ, მაგრამ ზედმეტი არ უნდა მოგვიდეს. ყველას მოგვიდეს ზედმეტი. ზაღლი მთელი დღე უჭირავთ ხელში. მე ბევრჯერ მინახავს, გინდა ბავშვებს, გინდა დიდებს. მთელი დღე უჭირავთ, მე რა კარგი ახალი მოყვანილი ზაღლი და ის ზაღლი მე ნერვიული ხდება ამის გამო, რა არ არის მისთვის ხელში აყვანა, ბუნებრივი მდგომარეობა დედას ზაღლი ხელში, ლეკვი ხელში არ აყავს. ბევრი მეკითხება ხოლმე რა ასაკიდან დავიწყოთ გაცნაო. 3 თვისაა ხო? ვაჩვენოთ, აბა რა გამოვა ამის გაცნიდან და ყველა დარწმუნდება რომ ლაბრადორს და საერთოდ ყველა ძაღლს შეუძლია და გავაკეთოთ რამდენიმე ვარჯიში და ნახოთ რა გამოვა. ხო, მოვიდა დაჯდა. ეხლა უკვე ამის მერე როცა დავაჯილდოვეთ, შეგვიძლია უთხრათ დაწიკი. 3 თვის ლაბრადორი. შენივად ვარჯიშობს. ხო? აქ დაჯდა. ჩამოდი. დაჯდა. მეტი რა უნდა ძახს. ხო? დაწიკი. პირველად ვაკეთებ ამასთან, არ გამიკეთებ ეგ დაწიკი. კარგი. მოდი. რა, ყველა ბრძანებას აკეთებს ხო? რომელი შეეშალა, რომელი ერთი. მოდი. ვოსადეთ. ყველაფერს აკეთებ. აი, იმიანად სადეთ ადიქი და ადით. ერთხელ უნდა. ხო, ოღონდ რო ავიდა, უნდა დაჯდეს იქაც. აი, ახლა ჩამოვიდეს. და უნდა დაჯდეს. მოდი. ერთხელ და ერთი ბრძანება, ახლა ორი სხვადასხვა ბრძანება ვუთხარ. ეს არ დაგავიწყდეთ. ეს უნდა ყოველდღიურად. დილითაც საღამოთის 5-10 წუთი. თუ გაქვთ მეტი დრო, მეტი ჯობია, მაგრამ 10 წუთი საკმარისი. დღეს იყო ერთ-ერთი უმარტივესი შემთხვევა, რაც აქამდე მქონია, 3 თვის ლაბრადორი პატრონს კვენდა თამაშის დროს. ალბათ უკვე ბევრმა ვინც უყურებს ჩვენ გადაცემას, უკვე იცი რომ არაფერი განსაკუთრებული პრობლემა არ არის, თამაშის დროს არ უნდა მისცე კბენის საშუალება, უნდა შეწყვიტო თამაში, ადგე და წახვიდე. ამაზე ვილაპარაკეთ ზოგად წესებზე, აღზრდაზე, კვებაზე, ზოგად რაღაცებზე მოფერება რამდენჯერ შეიძლება ვარჯიშის რაღაც ძირითადი მეთოდები მოვილაპარაკეთ და ფაქტიურად ეგ იყო. ძალიან დამეხმარა ზიანოდარი, ძალიან ბევრი კარგი რჩევები მომცა, რაც ძალიან მჭირდებოდა. გავითვალისწინება აუცილებლად და აღარ იკვინება, რაც ეგ არის მთავარი, რომ ადვილად ჩერდება. ბაქსის თამაშის დროს ძალიან ვაქეზებდი, გიჟობდა ჩემთან მიმართებაში და ზიანოდარი მე სამიხსნა ყველაფერი ძალიან კარგად, რომ მას უნდა მოვერიდო, როცა ესე გაგიჟდება და არ მინდა მივცე იმის საშუალება, რომ აგრესიაში გადავიდეს ეს თამაში. ზუსტად ლეკვებს და ლეკვების საკვებს შეეხება ზოომარტის დღევანდელი შემოთავაზებული სიუჟეტით. ნახოთ. რომელიც არის ძალიან მარტივად მოსანელებელი და ძალიან ჯანმრთელი. ლეკვებისთვის საკვების შერჩევა სპეციალისტების აზრით პირველივე კვირიდან მნიშვნელოვანია. იმისთვის რომ სრულყოფილი კვება მოხდეს, რამდენიმე რჩევა უნდა გაითვალისწინოთ. ეს არის ადვანსის პაპი მაქსი. ეს არის დიდი ჯიშის ძაღლების ლეკვებისთვის. ეს არის პაპი მედიუმი. ეს არის საშუალო ჯიშის ლეკვებისთვის საკვები და ეს არის ის საჭმელი, რომელთაც ჩვენ შეგვიძლია მაგალითად ლეკვები გადავიყვანოთ დედიზერძიდან უკვე შემდგომ პერიოდზე. საკვების შერჩევის გარდა მნიშვნელოვანია ჭურჭელი, რომელიც ერთსა და იმავე ადგილას უნდა გვედგას, იმისთვის რომ ლეკვი თავიდანვე მივარჩიოთ ერთ ადგილზე კვებას.
აქ გვაქვს ფართო არჩევანი ჯამების და ანუ ისეთი აქსესუარების, რომელიც საჭიროა იმის ლეკვისთვის, სადაც მიირთვებს საჭმელს და საიდანაც სვავს ხავს. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჯერ ერთი პირველ რიგში ეს ჯამები აუცილებლად უნდა იყოს სუფთა და ჟანგის გარეშე. მაღაზია ზომარჩი საკვებისა და ძაღლის ჭურჭელის გარდა ლეკვებისთვის საძინებლების ფართო არჩევანიცაა. ზომების და მიხედვით არის ესეთი საწოლები, არის წყალგაუმტარი, არის ტყავის ასევე, არის ბევრნაირი საწოლები, რომლებიც შეგვიძლია ურჩიოთ მფლობელს, იმისთვის რომ მიუთითოს თავის ლეკვს თავისი ადგილი და მიაჩვიოს იმ ადგილზე ყოფნას. ასევე თუ მაგალითად გადავწყვიტოთ რომ ძაღლი გვეყოლება ეზოში, გვაქვს არაჩვეულებრივი ესეთი სახლები ყველანაირი ზომის, როგორც დაწყებული დიდი ჯიშებიდან, ასევე პატარა ჯიშებიდან. იმისთვის რომ ლეკვები პატრონის ნივთებით თამაშს არ მიეჩვიონ, თავიდანვე უნდა ვუყიდოთ სხვადასხვა სათამაშო ნივთები. როცა ლეკვი ცვლის კბილებს, ხო, იმას რა თქმა უნდა ღრძილები ეფხანება და ამ შემთხვევაში ეს იქნება ძალიან კარგი და მარგებელი მაგისთვის. ეს ასევე არა მარტო ლეკვისთვის, არამედ დიდი ძაღლებისთვის გვაქვს აი ეგეთი დიდი ძვლები, რომლებიც არის სავსებით კარგი სათამაშოთაც და ეს კარგად წმინდავს კბილებს. ლეკვებს ასევე თავიდანვე სწორად უნდა აურჩიოთ ჰიგიენური საშუალებები. ამ მითითებების შესრულების შემთხვევაში ლეკვი წყლების მატებასთან ერთად იმ ელემენტარულ მითითებებს შეასრულებს, რასაც პატრონები ხშირად ძაღლისგან მოზრდილ ასაკში ითხოვენ.